მაცხოვრისფერის თვალებას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია სადღესასწაულო წირვა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში აღავლინა. ზიარების დასრულების შემდეგ იქადაგა ფერის თვალების მნიშვნელობაზე. აკურთხეს ხილი, რაც ამ დღესასწაულის ერთ-ერთი ტრადიციაა და ძველი აღთქმის გადმოცემას უკავშირდება, როდესაც ადამიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად პირველ მოსავალს ტაძარს სირავდნენ. ფერის თვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ ფერის თვალება? როგორ უნდა მოხდეს ეს ჩვენში? რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, დავიწყოთ, გავხდეთ უფრო მომთმენი, დავიწყოთ მოთმინება, ვეცადოთ არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით, ვეცადოთ მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ მათ. ვეცადოთ შევუმსუბუქოთ თუ გნებავთ სნეულების სიმძიმე ან სხვა რაიმე სიმძიმე. და ასე თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, ვეცდებით ვიმეორებ, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგცემს და გავა შეიძლება რამდენიმე თვე თუ წელი და აღმოვაჩენთ რომ ჩვენში ცვლილება მოხდა.